შუადღე მშვიდობისა მოვედი, გამოვჩდი როგორც იქნა. ორდღიანი სიცივის შემდეგ თუ 3 დღე იყვეს ამინდობა. როგორც იქნა დღეს დამშვიდებული, აღარ მცივა. თავიც დავიბანე შუადღეზე, ხა ჩამოვიბანე რატომღაც. გუშინ ხალხო მთელი დღე მციოდა და მერე საღამოს ისევ დამეწყო რაღაცა სასწაულის სიცივი. ყლედი მქონდა მოხურებული. ისე მციოდა რომ არა ნორმალურად, არ ვიცი ის რა იყო. ჯერ ისედაც სიცივე კი იყო, მაგრამ თლად ასეთი არის, ხვალბად მე რომ მქონდა რა ვიცი, მე მციოდა ყველაზე მეტად. მაშინ 3 წელი ბადრიჯანი მაქვს, მაშინ რო ვიყავი წასული, მაშინ ვიყიდე. ეს შევწო. ვისაც უნდა ნიუ-იორკში და ჩემში ნიუ-იორკში არ ჭამს. უნდა შევწო. აჯებს სანდალს არ ჭამევენ და ახლა მათი გემოვნებით უნდა გავაკეთო. მაიონეზი არ მაქვს და ჩვენთან მაიონეზში მაინც არ აწყობენ, საუკუნეა ეგ არ გაგვიკეთებია. მაიონეზში ან პარიზში ჩაწყობილი. ვაი, მე ხო ვერ გავხსენი არა და არ მინდა რომ გავაბუჭო პარკი, იმიტომ რომ მე ნაგვისთვის ვიყენებ. გადასაყარად, კაია, ერთ პარკები კი მინდა შევიძინო ნაგვის. სხვათა შორის თემურზე რომ ვნახე 10 ლარი და რაღაცა იყო თუ. კი არ იყო იაფი, ალბათ რამდენიმე ცალი მოდის ის სპეციალურ ნაგვის პარკები. ისი კაია მაგ. დეტრაჩა კონჭილია რა, ჩაფსკონილია. გავგიჟდი. სახე მეორე ჯერ გავიწმინდი. ჩემი ბრალია მზეს უმზირას ვჭამ. არ გავაჩერები დღესაც ხო ვჭამ. არ დაგინახოთ იყიდოთ მზეს უმზირა და მომიტანოთ მე. უნდა დავდო ახლა პირობა რომ ზამთრამდე მე მზეს უმზირას არ უნდა გავეკარო. თორე ისევ გამომაყარა. ხომ მქონდა სახე ჩამდგარი, აი რას ვერ ჩოდი. ისევ ის მიქნა. რატომ მზეს უმზირა? ახლა რო გავჭერი, ამას გავხევ, იქნება ის გამახრეწინა თავი. რა შემიგიქნება. ზოგჯერ ისეთი პარკებია ხალხო არ იმაშვება. წუთას იხელა და ეს არ ჩარკინა სავით, რა დიდები წამოვიღე სპეციალურად. რომ იყოს მეთქი და მაცივაში დაბლა მქონდა შენახული. აუ მე რანაირადაც გამომადგება. გამომადგებ, მე ვიტან ახლა აქ. წყალს ავასხა. ვრეცხავ. ეს თევში კაკამაზე დროებით გადავიდა. ისე წყალი მაქ მოსტანარაგე. მოვცალე და ედრებით. დიდი დრო გჭირდება თქვენა წყალი რო იყოს. ასია ესი ამბავი. თქვენი კომენტარები ნახე და დავაგულე ხო და ისა სულთანებზე ყველიანზე არ დამიბრუნებია და არ დავაბრუნებ, აღარ დავაბრუნებ უკვე მეორე დღე. აზრი არა აქვს, შეიძლება არც გამომიცვალოს, უბრალოდ თუ დამხდა მისი არ გამომიცვლის და ჩემი შვილს უყარს და შეუნახა. ეს კურსიაზე რო გავატანე ჩემ შვილს, მართლა მშვიდობით ჩამომიყვანა, ამაში დიდება უფალს, მაგრამ ძალიან დაგვიანდა 8:30-ზე წასულები მოვიდნენ 11 საათზე ღამეს. მივერეულე კიდევაც, მაგრამ შეგადაშეკურე გავდა. რო გავატანე, ყველა აბსოლუტურად შეიჭამა. ბავშვებს უყარს და ჩემი არ პრეტენზიული ყარა. ასე ჩემო კარგებო. ვიცი, ეს დიდი დანაუდა. ამას გადავრეცხოთ.
აგეთი ამბავი. და შევინახავ და იყოს. ეს პირველად ვიღებდეთ ახლა გადრჯანი, ჩემი ნაყიდი. რომ ისა ჯაფსანდალი კი მინდა ვერ გავაკეთე ბულგარულიც არ მაგდა. ასე. შემიჭრა უნდა თავის უხეში. ზელებად. აიმე, დავჭრი. გოლებად ხმარს მეკნა მარჯვია გზელი. როგორც უყვართ რა ვიცი, მე პრეტენზიები არ იყო. ხლათ რაჩი. ქერქის ხარი ყოველთვის ისეთია, რაღაცნაირი. სხვა დროს გავაკეთებ აჯაფსანდას, ბულგარული უნდა აჯაფსანდას, კაი რო გამივიდეს. ლობიოშიც უშვებიან, მაგრამ არც ლობიო არ მაგარ. წვა. მე სად იყო? მოკლევინა თავი ჭინჭველა შემომსერია ხელზე. დანა გადავრეცხა და შეიძლება დანის წარზე იყო აბასალმე. ყველაფერს აბსოლუტურად ჭინჭველა ესევა, არ ვიცი, წყალშიც კი ჭინჭველა დამხთა სუფთად რომ მქონდა წყალში ჩასულა, გამჩვალა. მოკლედ ას. დედა გუში ნერვიულობის დღე მქონდა, ესე იგი ეს დღეები ნერვიულობის ის მაგ აფთიაქში კიდე ის მინდოდა წყალბადის ჟანგი უთხარი. და არ ჩაუდვია, ან ვერ გაიგო, ან დავიწყდა, რა ვიცი. ის დღეს არ ვიცი როგორი დღე იყო, ხალხო. არ არის მართალ, მე არ მჯერა იმის, რომ როგორც დაიწყებ დღეს, ისე კარგი დღე იყო ძალიან. კარგად დავიწყე, მაგრამ მე იმდენი სანერვიულობა შემხთა, იმდენი, სულ გავწამდი თელი დღე ნერვიულობისგან მოვუკვდი. მე ძალიან გამიწვდი ხოლმე. პირველად არ მომწევია ორჯერ წელს ერთი ტანსაცმელი უყიდე ჩემს შულს, ვაი მე კბილს მემთხოვს. ჩინელებში არ მახთა, მე უყიდე ის ზედა. ხო და არ იყო მისის რაღაცა ცოტა იყო. ოდნავ დიდი უნდოდა და გამოვაცვლევინ, წავედ მეორეჯი. თან მაშინა წვიმიანია მინდი იყო მახსოვს. ერთხელ კი რომ ორჯერ დამემართა მას, ტანზე რომ გამოვცვა. შევაცვლევინ. ვიფიქრე ფულს თავიდან არ ვიცოდი რომ რა ფულს მომცემს და მე სხვას ვიყიდი მეთქი. მაგრამ ფულს ვერ დაგიბრუნებთ, უნდა შეცვალოთ. შევცვალე. კიდევ დავამარილებ. აი გადაღება იცი. ვიდეოს გადრჯანი უნდა შევწვა. ვაგი მაინც ჭამოსვაჟ ბატონ. ისე ძალიან სკელი ხوارა. იგი რომელია კიდე ეგეც შეიძლება თხლად დაიჭრას. ახლა კიდე დამჩენია. რაღაცას დაედო პატარა ის ვიდეო საზღვარსო. საზღვართან რომ მაგრად დადეკითო თუ ჩაკეტეთ, რა ვიცი მე
ტოლვილები დიდი რაოდენობით ნაკადია წამოსულიო და ახლა საითკენ მიდიან ღმერთმა უწყის ირანის მქონე. ირანის იქნება მომენტი, რომელი იქნება აქ ყველაზე ახლო. იგენი გადმოვლენ. და იყო გადაღებული რამ ხელა ნაკადი მოდიოდა ხალხო. მიდიოდა სადღაც რა ვიცი მე ყველა ორივე მხარეს მშვიდობა იყოს და ისრაელიც სუდუა და ის უბრალოდ ახლა რა არის დიდი ადამიანების ის არის უთანხმოების გამო ხდება ომი და ამას ეწირება უდანაშაულო მოქალაქეები ორივე მხარეს ბავშვები და ქალები ზარალდებიან ეგ არის ყველაზე დიდი ცუდვა თორემ მათ კი არ მოხდებათ რომ ელიმის რამე ერთი ღერით მარჯვე მოუვარდებათ უდანაშაულო ხალხი იხოცება დიტაფაზე შევწვალ დავალაგებ კარგად რო ისკაც რა პატარაზე რო ის იქნება ესის და კიდე ხლად გამოვა სპაჟეში ჩაწყობილი კაი მართლა პატრიჯა აიონეში გემრიელად გაკეთებული არ მაგდა ვაიმე დანები არაფერ თავში არ არის არაფერ არ ვარქ თორე კომოსაც შופი ას და მჭადები მეკითხება დასაწყობი აღარ შემიძლია მჭადის ეს დაწყობა ნერვები არ მაქვს ყველა დღე მჭადი რა ამბავი ძაღლების და უფრო ვაწყობ ცოდებას დედა რა დეშჭამს ჩემი ძაღლები და ნახოთ ტლანქო იცი როგორ ჭამს რამადაზია მოსული ჯერ ვერ მოსუქთა იმასთან შედარებით ცოტა უკეთესად არის ფიზიკურად მოსუქებული ძალიან არ არის მაგრამ სამიდან ძალიან ცუდად რო იყო და ჩამოხმა ცოტა რაღაცა უკეთესობა აქ არ ეტყობა მაგრამ აქ კარგად ჭამს მედია ზამთარს გადაიდა ხეში ისე მოვაცილო კომენტარზე რა მინდოდა კიდე მეთქვა თმის შამპუნზე მზინვარება გაქვს და რას იყენებ მზინვარებისთვის არაფერს არ ვიყენებ არ ვიცი შეიძლება შუქიდან ესე შუქის ისანარეკლი იყო და ისე ჩანდა ზოგჯერ ისე ჩანს ზოგჯერ საერთოდ ძალიან ცუდად მიჭანს თმას და საღეს და ყველაფერით საშინლად ვარ ხოლმე კადრს ისე ცუდად იჭერს არაფერს არ ვაკეთებ მე მაგისთვის ვიყენებ ერთი კი გაჩვენეთ რომ ამ ბოდოს ხშირად ვიყენებ იმას ნიური შამპუნს რადგანაც ნების წვენასთვის არის კარგი დიდი არაფერი მაგრამ კლავიატურა შეგიჩერებს მაგრამ ცოტა შედეგი მაგას ვიყენებ ამ ბოლოს და იმას რამე მძინვარებისთვის არაფერს Head and Shoulders მაინც ეხლა როცა მაგით ვიყავ Head and Shoulders აღარ ვიყენებ მარტო იმით ვიყავ ნიური შამპუნით ეგ რომ მომთავრდება მე იმით დავიყავ რამე განსაკუთრების არა თორე იმას ყიდულობ ხოლმე კიდე არც ერთი რო აღარ მაქვს და ან ყოველთვის ქერდის ის არ მინდა არ გამიჩნდეს მეთქი უბრალოდ რა ვიცი Head and Shoulders პანტემპრავის
ვაცდები სწორად თუ ვამბობ. იცი მეტი არაფერს, არც ბალზამს არაფერს, ადრე მქონე ბალზამი და ვერ მოვიხმარ, რაღაც ჩემი არ არის. ვერ მაგის მაგ ახლა ნერვები ბალზამებით და იმის. დავაჩუქი. გავაჩუქი. ასე ხო გამოვიდა ბევრი, მე მოიკლებს. ეს აქ იყოს. მიყვარს თბილი ამინდები და რა ვქნა, სიცივე. ისე არ მიყვარს, რომ რა ვიცი, თბილი ამინდები მინდა იყოს სულ დედამიწას. თბილი და არა ახლა ისეთი კი არა უგულზე წაგვივიდეს და აი უდრო-უდროს რო ძალიან დაწყება ხოლმე ეგეთი არ ვარ. ძალიან კმაყოფილი იყო ეს კურსი. აი რაც ამდენი ხანი არ ყოფილი ვარ, რამდენი წელია არ ყოფილი და სულ ამოვიღეთ ყველა. ძალიან კმაყოფილი დარჩა ბევრი ვიარე თუ ყველგან შევედითო თუ სადმე რამე იყო ეკლესიები ისინი მოვინახულეთო მარტო საჩხერეში არ ყოფილი და ჭიათურაში წასულა, იმიტომ იყო ამდენი დააგვიან და მე ხო გაჩერდნენ და მეირთვენ და რა ვიცი მე. კიდევ გაი ლავაშ ჩაუდევი ჩუმად არ მიქონდა ასეთი ჯიუტი ბავშვი. რომ გაიგო მომაღებინებდა და ვაიმე ბავშვებს ისე გავხარდა ისე პური არ უნდა თუ ლავაში და მე ვთხარი არსად არ იყო რომ ვიყიდათ და მე იქ არ სადაც გავჩერდით და იქ არ გვიყიდია ლავაში არავის გახსენი მეყიდვაო და რაღაცები კი ვიყიდეთო და მე როცა ავიდენ და უკვე იქ აღარაფერი იყო ისეთ ადგილას ასულან მოვისურვილეთო რომ ვეჭამაო მე სადღაი ყოლავაში ერთ ჩემშიც ჰქონდა და რო დაეტაკა ბავშვებიო ის სულთანები ყველა შეჭამა ბავშვი მე ვთხარი ერთი შენ არ მოგწონს და რომ ყველას მოწონს ეგ მე ნაყიდი ყველიანი არ მოწონს ჩემ ამას არ მიაკავდეს ისე ძალიან კმაყოფილი დარჩა მომავალში თავისთავად დაფინანსდება მე-11 მე-12-შიც საათია უკვე ზუსტად ახლა კოფეს დავლებ თქვენთან ერთად ამბილით ერთი დაბლი მე რამდენი დრო გადის აქ ისე სწრაფად რომ რა მოვედი ყავაც ავიდურე ეს დროებით აქ დავდო აი ზუსტად მოვდე ერთი წუთი ტელეფონის დასადებს მოვიდა ნაბადონ ას ესანამ გაცხადდება ახლა და ცოტა ხანში დაფადავდე
ეხლა რა მინდა თქვა. მადლობა მინდა მოვუხადოთ ადამიანს სახელით არ დავასახელებ, რა თქმა უნდა გვარს. ცირედი ჩამირიცხა. ძალიან უღრმეს მადლობა. არ მჭირ თქვა თუ არ თქვა დავასახელებ ხა. არ ველოდი გუშინ ნამდვილად გამიხარდა და თან რაღაცა ხერხურად ვიგრძენი თავ. ეხლა რა გადავწყვიტე? ინც მე თანხა ჩამირიცხა. არ აქვს მნიშვნელობას ამ თვეში იყო თუ იმ თვეში, სულ 3 ადამიანია. მინდა რომ მეც რამე საჩუქარი გავუკეთო და აი მეორადებიდან რასაც ვყიდი და რაც მაგ დარჩენილი არ აქვს მნიშვნელობა ის რა იქნება, ზამთრის იქნება, ზაფხულის იქნება, თუ რაც იქნება. სუნკატანზეც მე თუზე და თუ რა ვიცი მე რაც იქნება, მინდა რომ გაჩუქო ოსას ყიდულობთ, რა თქმა უნდა. მინდა რომ ასეთი საჩუქარი გავუკეთო. აი ძველებიდან რაც მაგ შემორჩენილა თან იმას ველოდები ახლა. ალბათ ამ თვის ბოლოს მომიტანებენ რაც საჩუქრად, რაც გამომიგზავნენ, ზედებია ზამთრის ოღონდ. საზღვარგარეთთან გამოგზავნილი ტანსაცმელები ეგენი და იქიდან რასაც გადავდებ მაგალითად ყველა არ მინდა რა თქმა უნდა და რასაც მე გადავდებ ჩემთვის ის ჩემი იქნება და რასაც გადავდებ გასაყიდად მაგალითად იქიდან საჩუქრად კიდევ იქიდან დავამატო და მაგას ველოდები. რო იქიდანაც მინდა რამე ვაჩუქო. მისმე პატივი მცა. ყველას უღრმესი უძვირფასესი მადლობა. მის ჩემთვის გამოიმეტეთ, თავი დაიბალე, ძალიან უხერხულად ვცნობ თავს, ღმერთმა 1000 მაგათ დაგიბრუნოთ ეგ სიკეთე. ძალიან უხერხულად ვცნობ და მინდა ამ ადამიანებს მეც პატივი ვცე და საჩუქარი გავუგზავნო. ძალიან მინდა გამომემიდეს ეს. ვიწერე კიდევაც. ძალიან უხერხულად ვცნობ მე თავს ამ ადამიანს და რა თქმა უნდა დანარჩენებსაც აუცილებლად შევეხმიერებ, მაგრამ იმას ველოდები იქიდანაც მინდა რამე ვაჩუქო. აუცილებლად მინდა ეგ გავაკეთო. ყველას უძვირფასესი მადლობა ჩემოკარგებო. რაღაცა უხერხულად ვგრძნობ ძალიან თავს, როცა რამეს ვიტყვი და ადამიანი მიიღებს რაღაცას შეწუხდება და უნდა რომ დამეხმაროს, აი ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. მე ვიდო არ საუბრობ, რომ ვინმე თავის ჯიბიდან ამოიყოს თუნდაც ის მცირედი იქნება, თუ ბევრი იქნება, არ აქვს მნიშვნელობას. ის მცირედი არის ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანი, რომელიც მოიკლებს და შენ გაგინაწილებს. ეგ არის ყველაზე დიდი საჩუქარი. იმიტომ რომ ისეთი გულწრფელად აკეთებს, თავის დიდი გულით აკეთებს იმას და რა ვიცი, რაც მე ვერ დაგოლოცოთ, ჩემო კარგებო, ვისაც ჩემთვის თუნდაც ერთი თეთრი გამოგიგზავნიათ, ყველას ღმერთმა, მაღალმა ღმერთმა უფალმა დაგლოცოთ, ჯანმრთელობა მოგცეთ ეს რაც მნიშვნელოვანია ყველაზე. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, დანარჩენი ყველაფერი იქნება ყველასთან. ჯანმრთელობა მოგცეთ უფალმა პირველ რიგში და დღეგრძელობა. და იმდენი გეშოვნოთ, რომ რა ვიცი, სულ სიკეთები გეკეთებინოთ და მეც მათ შორის. მეც ძალიან მიყვარს სიკეთის გაკეთება, ბევრჯერ გამიკეთებია, მიჩუქებია და მარტო მაგაზე არა ჩუქებაზე. აი ტკბილ და კარგ სიტყვის თქმას. რა ვიცი მე, არც საჩუქარი არანაირი ის არ შეედრება ადამიანის გულს არ ადგენს და მართლა გულწრფელად რაღაცა კარგ სიტყვას გაიმეტებ მისთვის და არა ისე მოვალეობის მუხტის მისნით. მაშინ სულ არ უთხრა ჯობია ადამიანს, რამე რა ვიცი, რაც მე ვერ დაგლოცო უფალმა დაგლოცოს, რაც მე ვერ დაგლოცო, უფალმა დაგლოცოს და ყველა გულით ნადები, სურვილი, ოცნება აქ სრულებოდე თითოეულ მათგანს. მით ჩემთვის ესეთი საჩუქარი გაგიკეთებიათ და გამახარეთ. უძვირფასესი მადლობა და სულ გახარებულები ყოფილიყავით და 100 მაგათ და 1000 მაგათ დაგბრუნდებოდით ეგ სიკეთე. აუცილებლად ბრუნდება იცოდეთ ეგ. აქ ყოველი გაღებული სიკეთე, საჩუქარი, ტკბილი სიტყვა, აი ყველანაირი გულწრფელობა და აი კეთილი საქმის კეთება ყოველთვის იკეთეთ. აი რაღაცნაირად მაინც დაგიბრუნდება აუცილებლად და ღმერთი ყოველთვის გადმოხედავს კეთილ ადამიანებს და ყოველთვის გაგიმართლებთ ამ ცხოვრებაში. მე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ამის თქმა მინდოდა.
სულ იბედნიერეთ და სულ ბევრი და ბევრი გეშოვნოთ. არა აქვს მნიშვნელობა ის ცოტა იქნება თუ ბევრი იქნება, რა სახელთაც გააკეთებთ საჩუქარს. აი ღმერთმა 1000 და 1000 მაგა დაგიბრუნოთ სიკეთის სახით. ახლა შევდგებით ჩემს საქმეს. ტაფარდა მიწვას. ახლა კიდევ ჭადები შევამაწერე, ნახეთ პატარა იმაზე ჭადები უნდა დავაცხვა, მე იქ ფილმოვიდა, მაგრამ აღარ შემიძლია მომბეზდამ ჭადის პატარა ჭადებიც დასაცხობი. ეს ასე გავწიოთ. ყავას არ დაგვიგებენ რა. ეკა მოცრილი მაქვს იქ, ბევრი დრო არ დამაგვიანდება, მოვიდა იმას პირდაპირ მე გაცრილი მაქვს. დატოვებულივე დროში კიდე გავცრი მე და ისე დავდებ ხოლმე. მაგრამ მეზარება მე წარი და მიგენი გავწურონე და ჩემი ყავა მოიცადე ამაში, რამე არ იქნას. არ დავიღო. და რა ის გამოსული. ძალიან არ მინდა იქენი დავჭყავ. ეს ისედაც დახეულია. რო უჭერ ხელს მე დაამცუდია იშლება და ფორმას კარგად ძალიან არ იმასწრებს. ეს არის ყველა კერდა ეტება ახლა. მაღალზე არ გინდა, ორი დაიწონება. სულ მინდა ყაბახი ვიყიდო და ერთი ვერ ვიყიდე. ინტერესი. ველებური გემოთქვა, მაგრამ ჩვენ ბავშვობაში რო გქონდა მე არ ვიცი, ჩემზე დიდი იზრდებოდა ყაბახი სიგრძეში. სიმაღლეში. მას გამოშურობა არ უყვარს, სამაცი მინდა. ბევრი დავაპაუზებ და მოვა. მოკლედ ასე რა. ეს ერთი გადმოვიღე, ახალი მაქვს. შესრულებითაც არ ვასრულებ. ნიუ-იორკში მხოლოდ და მარია ცალკე იქნება. მიგოშ შესრულებაც არ ვაკეთებ, მაინც არ გვაქვს მიგოშ. რა ვიცი, ყავას კითხვა უნდა მასობაში თავი ამტკივდა, აგერ ახლა პატარა ჭადები და ვაკარი კიდე. გადასაბრუნებელია მე სანამ ჭადი ისქენი.
ეს ასეთია ყოველ ხიურობა, აკეთე და აკეთე. მოკლედ გუში როგორც იქნა კიდე ინტერნეტის ხალხი მოვიდა დაამონტაჟეს ინტერნეტი და ახალზე გადაგვიყვანა, მაგრამ ვითომ არ უნდა გაეჭედა და ესეც ვერ არის მის სკოპში, მაგრამ რატო გადაგვიყვანა, მაინც უნდა გამოიცვალოსო და ვისაც არა აქვს შეცვლილიო ისინი გადაგვყავსო ახლა ეტაპობრივათო და ასე დადიან ყველაფერი და გადახავთ. ი ტელევიზორში ჩართო ეთყობა უთხარ დუწიო. რა ვიცი და მანევე თავი რომ უთხარი არ. ტელევიზორზე დაგვიდგენ ასამბობდი ინტერნეტთან დაკავშირებით პატარა ბოქსი, რომელშიც ჩატვირთულია ის არხები, რომელსაც ტელევიზორი თავისით არ იჭერდა, ან ინტერნეტი შეყვანა უნდა დამაში ხარ შედის და ახლა ესენი ხო გამოვიდა. და ეგ ტელევიზორზე თუ გინდა რომ იყოს არხები, მაგისთვის ემატება 10 ლარი, მხოლოდ 10 ლარი. ვერი არ არის ინტერნეტი. ჩემ ამას უნდა და ფეხბურთისთვის, რომელიღაცა არხი, ამოსაყვანი არა არხები, ძალიან ბევრი არხი დაიმატა და ის რომ მას რომელიც უნდა და თურმე ის კიდე სპეციალურად უნდა ჩაერთოს და მასში არ შედის, ხო და რაღაც არხი ვერ ნახა და გაღიზიანდა სპორტის, იმიტომ რომ სულ ფეხბურთს უნდა რომ უყუროს. და ის თუ არ ჩაერთვებოდა ეს რაც მინდოდა ახლა 10 ლარი გადახდელია და ბარემ მოიწუროს მოუთხარი და უღარ ჩავთავთ მე და არ იქნება ამ ტელევიზორში დამატებითი არხები მეთქი. ჩემი მამა არის ძალიან პრობლემური ადამიანი. იმიტომ რომ ამ ტელევიზორშიც ასე იყო რომ ვერ ირგებდა არხების ამოყვანაზე, ხან ვერ მოყავდა, ხან ვერ მოყავდა, გაგეზიანებული იყო, გაგეშებული იყო. და რა იყო თავიდან, იცით? ეს სულ ამოყვანა უნდა და ვიყვანდი და მე გარეგულირდა და ჩამომწკრიდა ეს არხები და ახლა მე ვუთხარი ამასაც ასე უნდა ამოიყვანა რაც დაიკარგება და მე ჩადგება მსხუბში მე. ყველაფერზე გიждდებიან და არ ვიცი, ვერაფერს ვერ ეგუებიან სიახლეებს. აქ არის ყველაფერი პრობლემა. ძალიან დიდი პრობლემა დაქცევენ ამ ხელა რამეს აქცევენ ამ ხელა პრობლემად. რო თვითონ ერგებულობენ და არც განებებენ რომ შენ ის არკვიო, არ მიჯერებს. სხვა რომ უცხოს ალბათ დაიჯერებს, არ ვიცი რა აღარ შემიძლია. ამდი რა ყველაფერი საჩხუბრად როგორ უნდა აქციო. ჯერ გიხარია, აი ჩემი გულში მოვიყვანო. კასკლაც უნდა ზეთის შემეში. მე მთელი თვე ნერვები უნდა მოგვიშალოს, თუ გაზაბული და განერვირებული უნდა იყო მაგის გამო აღარ შემიძლია რა. ერთ ჩემს შვიდად ბედნიერად მაცხოვრა აღარ აი იმიტომ ნატროს თუ დაძაბულობა, თუ თანხმობა, ერთ რაღაცაზე ბომბის ყდება. ასეთი რამ სხვა რამ ხდება არის. გაუგებრობა. არ გიჯერებს, სანამ სხვა არ ეტყვით. ყველას არ უწევს რაღაცა თანაბრად. ამას სხვადასხვა თებში დავდებ მე. შემიძლია და იმის განერვულებული დავდივარ. ყველას ხელი შეწყობა უნდა ერთი ჩემს გარდა. იარავინ მითვალისწინებს, სუდად ხვდები ამდენი ნერვიულობიდან რა. ყველაფერი პრობლემა როგორ არის. სიახლეებს ვერ ეგუებიან. ჩაფსეთ იმინდო
ადამიანს ხამდა. ეს ხელია. Danke. Ჯერეს გააკეთე ამ სიცხეში. რაღაცა ის მინდა. ეს ამაზია გადმოსაღებია და ამისთვის მანამ უნდა დამესხავს ერთი და დამავიწყდა. ეს ასე ამას აქ რა უნდა არის? გზამერია რა. მგონი მესწრად აღარჩა. ენერგია მეცლება, როცა რამეს ნერვიულობს, შეიძლება მთავრა. სუდა ხთებ. უძლებს ლაპარაკობს მერეკი. ყველაფერი ნერვების მოსაშლელი. კარგით შემოკარგებოდა ვიმშვიდობებით, აი ასეთ გაწამატია დღეში, ვერაკეთ ბადრიჯანს ვავიდ უჭარეს ვასხო, ჩამოცხა კიდე საშინლად, ყავა ვერ დავასრულე. გავიდე ერთი ნახვა ახლა რა ხდება. მომავალ შეხვედრამდე და ყველას უღრმესი მადლობა თბილი კომენტარებისთვის. კიდევ ერთხელ უზურპასესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთვის საჩუქარი სახით თანხა გამოიმეტა. უღრმესი უზურპასესი მადლობა ყველას. 1000-ად და 1000-მდე დაგიბრუნოთ ღმერთმა და მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგი.